მაღაზია ქვია გრილი. ხო და იმ გრილმა გვიფეშკაშა რა, სხვათა შორის მაგარ რაღაცებს და ყიდის. ძვირი კია, მაგრამ სამაგერთ არის ხარისხიანი. ასე რომ გრილში მიბრძანდით. ხო და რავი, აი დიდი გრილებიდან დაწყებული ეს ეტაპები დამთავრებული, ყველაფერი აქ. მოკლედ, ეხლა ხო ნახეთ, უკვე რომ ჩაიხარშა, ზემოდან მოვაყარე ეს ისა რა ქვია. შავი პირპილიც. მარლი მანამდე მქონდა მოკლე. ეს თუ ყველაფერი ხო მერი არ მოვაყორთ, იმიტომ რომ როცა ცხელია, მაშინ უშვებს ეს თავის წვენებს და არომატებს და უნდა შეერიოს. დაახოლგავ ხამდე ხამის გაკეთებას მთლიანად. ჯეროს რომ მოიხარშოს, ჩაიშუშოს. ეხლა 1-2 წუთი იქნება, ამას ავხდი. და უკვე ღია ცეცხლი გავაკეთე, რომ უკვე დაიბრაწოს. ოქროსფერი დაბრაწულობა გაიკეთოს. ამას განახებთ. ეს ხახვი კიდე გავაზრდებული მაქვს. მოკლედ ეხლა ეს გაკეთდება და გავაგზავნოთ გადახება. ბატონო ირაკლი. ეს ახტილი ხო იყო? კი. დაიბრაცა უკვე. ალაგ-ალაგ გეიშვა. ხო, დაიბრაცა რა, ეხლა აუცილებელია რომ დაბრატო. წვნიანიც უნდა დარჩეს. არომატი ნახე, წვადის სუნი ხო სულ საერთოდ არა. არა, სხვა სუნიაზდის. ხო და აი ამიტომ თან ნახე რა უნდა გააკეთო რა. ეს ბატონის ურას რეცეპტია. ალყა არასოდეს ალყა იცი რას ნიშნავს არაბულად? წრეს ალბათ. იქიდან შემოვიდა ეს სიტყვა. აბაურაუ, ალყას ხომ არ შემოგარტყამო. ოხ შენ დედავადიდი, ნახე ეს ტყავი დარჩა მას. ეს უნდა გააცალოს რეალებს. ხო და ვახ, ეგრა შარში ჩავიგდი ხა. ხელი არ გაიჭანე, აი მოკლედ. ხოლოდ რგულებად უნდა დაჭრა რა.